ბიზნესმა კადრების მოძიების პროცესი გააქტიურა. FMCG-ის მონაცემებით სექტემბერში Jobs G-ზე 8727 ვაკანსია გამოქვეყნდა. ვაკანსიების რაოდენობა 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 20%-ით, გასული წლის სექტემბერთან შედარებით კი თითქმის 5%-ით არის გაზრდილი წლიურ ჭრილში. ყველაზე დიდი ზრდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიამ აჩვენა, სადაც ზრდა 50%-ია. ყველაზე დიდი კლება კი ლოგისტიკისა და დისტრიბუციის კატეგორიაშია, თითქმის 4%. რაც შეეხება მესამე კვარტალს, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით სულ 24199 ვაკანსია გამოქვეყნდა. მიუხედავად სექტემბრის ზრდისა, ეს მაჩვენებელი 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7%-ით არის შემცირებული. რას აჩვენებს შრომის ბაზრის იმპულსები, რა ტიპის კადრებს ეძებს დღეს ბიზნესი და არის თუ არა ბაზრის გამოცოცხლება მდგრადი თემაზე საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველ პარტნიორს მედია ტაბატაძეს მასპინძლობთ, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება სასაუბროდ. მოგესალმებთ მედია, პირველ რიგში მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის. მადლობა, გამარჯობა და ბოდიშს გიხდით ესეთი იმდენ მიწევს ჯართვა უკაცრავად. მედია, მინდა დავიწყოთ უშუალოდ შრომის ბაზარზე არსებული ტენდენციებით. როგორ ფიქრობთ, რას გვიჩვენებს ბოლო თვეების ტენდენცია დასაქმების ბაზარზე? რამდენად ეძებს დღეს ბიზნესი კადრებს თუ ჯერ ისევ ფრთხილობენ, როგორც ეს იყო გასული თვეების განმავლობაში? იცით რა, შრომის ბაზრის დინამიკა ძალიან შეესაბამება ხოლმე ქვეყანაში, ნებისმიერ ქვეყანაში თუნდაც ხომ მიმდინარე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ამბებს. შესაბამისად, ჩვენ არ ვიქნებით გამონაკლისები და კარგად აისახება ხოლმე, მე ამაზე ვსაუბრობ ხოლმე ხშირად, რომ კარგია რომ არის ეკონომისტების კვლევის საგანი და ცოტა უფრო მეტი სიღრმისეული მოკვლევა დასჭირდება ამას, როგორ ხდება მაგალითად თუნდაც აი ამ განაცხადებით, რაც ახლა მოვისმინეთ, შემდეგ ბაზარზე გარკვეული მოლოდინების ან ფორმირება ან შეცვლა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, როგორ შეიცვალა და იზრდება თუ არა მაგალითად სამუშაო ადგილები, გაიზარდა თუ არა მოთხოვნა, ჩემი დაკვირვებით, რომელსაც აი მგონია რომ უკვე აღარ მეშლება, გვაქვს ესეთი მოცემულობა, როგორც წესი, ივლისი-აგვისტოს ცოტა მოდუნებული არის ზოგადად, როდესაც არის მაგალითად იგივე დასვენების პერიოდი, ანუ ეგრეთ წოდებული მკვდარი სეზონი. ჩვენს შემთხვევაში ამ დასვენების თუ ზაფხულის პერიოდს ასევე უნდა დაემატოს მოლოდინი საარჩევნო პერიოდი. საერთოდ ისინი ხოლმე პოლიტიკური დიდი ფაქტები გავლენას ახდენენ, რა თქმა უნდა, შრომის ბაზარზეც. ამიტომ სხვათა შორის სექტემბერიც იყო არც თუ ისე როგორ ვთქვათ, მოდუნებული პერიოდი, მაგრამ მაინც არსებობდა ეგეთი განცდა, მოდუნებული გულისხმობ ბიზნესი ცოტა მსუბუქად არის გეგმავს თანამშრომლების დამატებას. მაგრამ სექტემბერში მაინც შეინიშნებოდა გარკვეული დინამიკა და მე მაგალითად ძალიან დავამატებდი აი ამ FMCG-ის კვლევას იმას, რომ ტექნოლოგიური ტალანტის მოთხოვნის გარდა ძალიან იზრდება ფიზიკურ სამუშაოებზე მოთხოვნა. ფიზიკური სამუშაოების შემსრულებლები არიან, რა თქმა უნდა, ის ადამიანები და ის პროფესიები უკაცრავად, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა ინდუსტრიაში, მაგრამ განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა, მაგალითად, მართლაც ფიზიკური სამუშაოს შემსრულებლებზე, მშენებლობების ინდუსტრია ითხოვს, რა თქმა უნდა, ანუ რიტეილერი, ითხოვს, რა თქმა უნდა, სერვისი და ძალიან არის გაზრდილი ასევე მოთხოვნა ტაქსის მძღოლები, კურიერები. კადრების ნაწილზე, პროფესიებზე საუბრობდით თქვენ, რაზე არის მოთხოვნა გაზრდილი. ამ კუთხით მინდა ასევე გკითხოთ, ანუ რეალურად ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, სადაც გარკვეულწილად გვაქვს ზრდა 20%-იანი. ვერ ვამბობთ, რომ ბიზნესის გააქტიურება მათ შორის არის რეალური და მდგრადი არსებული ვითარებიდან გამომდინარე? ეს არის უფრო მეტად არა დაგეგმილი და წინასწარ მაგალითად ბიზნესის განვითარების მიხედვით გააქტიურება. ეს არის მოლოდინის შემდგომი რეაქცია. ასე ხდება ხოლმე ხშირად. რამდენი მაგალითად რაღაცა პოლიტიკური დიდი მოვლენა ხდება ქვეყანაში,
ამის შემდეგ იწყება მერე განსაკუთრებული აქტივობა ბაზარზე და თითქოს ყველა ერთდროულად იწყებს აი ამ პროფესიონალების თუ სამუშაო ძალის მოძიებას. ერთ პროფესიონალები ისინი, ვინც მართლაც საჭიროებენ რაღაც კონკრეტულ სპეციალობას, იგივე IT და ტექნოლოგიები და მეორეს მხრივ აი ეს ფიზიკური სამუშაოების შემსრულებლები. სამუშაოების რაოდენობის ვაკანსიების რაოდენობის ზრდა არის უფრო რეაქციული, ვიდრე მაგალითად ბიზნესის განვითარებაზე მიმული. ან უფრო ჭარბობს პირველი ფაქტორი. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, რომ აქვს ბიზნეს რაღაც კონკრეტული ამოცანებიც გასაკეთებელი და შეიძლება დაიმატოს თანამშრომელი, მაგრამ უფრო მეტად ხდება ხოლმე აი ამ მოლოდინის პერიოდში, დავუშვათ რა შესაძლებლობებიც ვერ გამოიყენა, ორმაგად და სამაგად გამოიყენოს ბიზნესმა, ხდება გააქტიურება. ძალიან გაზრდილია მოთხოვნები გაყიდვებზე, ძალიან გაზრდილია მოთხოვნები ციფრულ მარკეტერზე, რომელმაც ქვეყნის გარეთ გაყიდვებზე უნდა იმუშაოს, როგორც აღნიშნე, ფიზიკური სამუშაოების შემსრულებლებზე, ეს არის ერთის მხრივ ერთი მიმართულება და ტრადიციულად ტექნოლოგიები და IT სფერო გაზრდილი და მზარდია სულ. აქ სტრუქტურა შეიცვალა, უფრო მონაცემების ანალიტიკოსებზე და ბიზნესის ანალიტიკოსებზე გაზრდილი მოთხოვნა და რა თქმა უნდა აპლიკაციების დეველოპერებიც არის რამდენიმე და მახსოვს, იმიტომ რომ აქ უფრო მეტად ციფრული ტრანსფორმაციის შედეგია ეს ყველა ცდილობს რომ ამ პროცესში ჩაებას. გაზრდილი არის, მაგრამ ამ ზრდას დინამიკაში დაკვირვება ნამდვილად სჭირდება ნინო. გადაწყვეტით ვერავინ ვერ იტყვის რომ აი ახლა ეს არის ეკონომიკის იმის აღორძინების თუ ადუღების გაგრძელება. ამისი თქმა ჩემი აზრით არასწორია. მედია შრომის ბაზრის ანალიზზე უნდა მოხდეს უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება. ამას აანონსებენ ყოველ შემთხვევაში უმაღლესი განათლების რეფორმის ნაწილში. ეს ინიციატივა დღესაც გაჟღერდა ირაკლი კობახიძის მხრიდან. რამდენად შეიძლება ეხმიანებოდეს დღეს არსებულ გამოწვევებს უშუალოდ წინასწარ ბაზარზე მოკვლევის წარმოება და შემდეგ უკვე უნივერსიტეტებში შესაბამისად სტუდენტების მიღება შესაბამის პროფესიებზე? იცით ეს ინტერვიუ მოვისმინე რომ არის პროფესიები რომელიც მაღალანაზღაურებადია მაგრამ სტუდენტებს არ აინტერესებს და ვერ მივხვდი რა შეიძლება იყოს რადგან რაც ასეთი მაღალანაზღაურებადია იქ მოთხოვნა ამ პროფესიებზე და უნივერსიტეტებში მაღალი არის სიმართლე გითხრათ არ ვიცი რა იგულისხმება რაც შეეხება უნივერსიტეტებში როგორ უნდა მოხდეს მიღება კარგია ნამდვილად რომ ითანამშრომლოს ბიზნესმა იმასთან უნივერსიტეტებთან მაგრამ აკადემიური განათლების თვალსაზრისით არ ვიცი როგორ მოხდება, იმიტომ რომ უმაღლესი განათლების მიღება უფრო დროსთან არის დაკავშირებული და თანამედროვე ბიზნესი და ბიზნეს გარემო არის ძალიან დინამიური. მაგალითისთვის, ეხლა ძალიან წამყვანი მოკლედ ჩვენი ადგილობრივი ეკონომიკის წამყვანი ინდუსტრია მშენებლობა. ჩვენ ხო არ ვიცით ეს რამდენი ხანი შეიძლება იყოს წამყვანი, ხომ? ისევე როგორც არ ვიცით მაგალითად, როდის ან როგორ მოხდება აქაც გავრცელება ხელოვნური ინტელექტის, რომელიც კიდევ უფრო შეცვლის პროფესიებზე მოთხოვნასაც. წლების წინ მაგალითად ძალიან დიდი მოთხოვნა იყო იმისი სოციმედია და კონტენტის მენეჯერებზე. შესაბამისად ეხლა არა, ამიტომაც მე მგონია რომ ის სურვილი რომ ბიზნესს რაც ჭირდება ის პროფესიები ვასწავლოთ და იმაზე მაგალითად დაინტერესება შეექმნათ ძალიან რთული მისაღწევი იქნება. იმიტომ რომ ძალიან დინამიურია ბიზნესი პროფესიები ძალიან სწრაფად ქრება, ჩდება და ბიზნესის მოთხოვნებიც ასე არის. ეს პროფესიები ხო ბიზნესის საჭიროებას და მოთხოვნებს მისდევს. შესაბამისად, ძალიან რთული იქნება კონკრეტული კავშირების დაჭერა, თორე ისე ბიზნეს ფინანსები, მენეჯერები, მარკეტერები, აი ბიზნესის ადმინისტრირებასთან რაც არის დაკავშირებული, აუცილებლად დასჭირდება, ბუღალტერებიც დასჭირდება ნებისმიერ იმას, ორგანიზაციას, ისევე როგორც იურისტები. კერძო კი რა ვიწრო და მოკლე იმის რა ქვია სწრაფად ცვალებადი პროფესიებისთვის უნდა არსებობდეს ეგრეთ წოდებული აი ხელობის სასწავლო ცენტრები თუ რა ვიცი გადამზადების ცენტრები აკადემიური განათლების მიბმა ამაზე ძალიან რთული იქნება და შეიძლება გაუმართლებელი ხარჯებიც გამოიწვიოს სახელმწიფოს. ტექნოლოგიების სფერო ახსენეთ რომ და მათ შორის სტატისტიკაში ხედავთ რომ დღესაც მოწინავეა, მაგრამ ასევე ახსენეთ რომ ამ კუთხით ძალიან დინამიური
აბსოლუტურად ვითარდება თუნდაც ხელოვნური ინტელექტი და სწორედ ამ ნაწილში მინდა გკითხოთ, აი შორეულ პერსპექტივაში, მაშინ როდესაც ვხედავთ ხელოვნური ინტელექტის, ასე ვთქვათ, განვითარებას, რამდენად შეიძლება იყოს პერსპექტიული მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში ის პროფესიები, რაზეც დღეს არის ძალიან მაღალი მოთხოვნა. უკვე ხომ არ იკლებს კონკრეტულ პროფესიებზე მოთხოვნა და ეს პროფესიები მინდა გამოვყოთ, იმიტომ რომ შეიძლება საინტერესო იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა არიან პროფესიის ძიებაში და ამ მიმართულებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში. კი ბატონო, იცით როგორ არის, ამ პროფესიებზე მოთხოვნა კი არ შემცირდება, ამ პროფესიების მატარებლებზე. აი მაგალითად, რამდენიმე ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიასთან ესე არაფორმალურ საუბარში საერთაშორისოსანაც აღნიშნეს, რომ როგორ არის, იცით, ესე საშუალო და დამწყები პროფესიონალები აღარ უნდათ, მაგ საქმეს აკეთებს ის ტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტი, პროფესიებზე მოთხოვნა იქნება, ოღონდ ძალიან მაღალ კვალიფიკაციაზე არის უკვე მოთხოვნა და ამაზე სულ არის საუბარი. მაგალითად, სტაჟიორები, დამწყები სპეციალისტები დასჭირდება, კიდევ თუ არა ბიზნეს აღარ დასჭირდება ძალიან მალე. ამისი მაგალითი შემიძლია მოვიტანო, უბრალოდ ამაზე კვლევა არ ჩატარებულა და იმედი არის, რომ ოდესმე მოლაპარაკებების პროცესში ვართ და დავასრულებს და გაგიზიარებთ ინფორმაციას. ძალიან აი ეს დამწყებ პოზიციებზე შემცირებული არის კომპანიების მხრიდან სპეციალისტების დაქირავება და გეტყვით რატომ. თითქმის ყველა დამწყები სპეციალისტი იყენებს უკვე, სადაც აი მაქსიმალურად ხდება არაფორმალური გამოყენება ამ ხელოვნური ინტელექტის, სამუშაოების შესრულების სისწრაფე გაზრდილია, ხარისხი არ არის ჯერჯერობით გაზომილი და როდესაც მენეჯერები ხედავენ ახლა რომ ერთი თანამშრომელი სწრაფად აკეთებს რაღაცას, ცხადია უფრო მეც დაავალებს და ვაკანსიის გამოცხადება არ დასჭირდება. რო შევაჯამოთ რაოდენობა, უпростоრად პროფესიებზე მოთხოვნები დარჩება, ხარისხზე და რაოდენობაზე შეიცვლება მოთხოვნა. უფრო მეტად მაღალი დონის სპეციალისტები და პროფესიონალები დასჭირდება ტექნოლოგიებს, მონაცემების ინჟინერია და მონაცემების ანალიზის მიმართულებით, დასჭირდება უფრო მეტი დეველოპმენტი, ანუ ინჟინერი, Python-ისა და არის მიმართულებით ეს ენებია, ასევე რა თქმა უნდა სხვა ტრადიციული ისინი არის ფრეიმვორკები ამის მიმართულებით. ბევრი საუბრობს, რომ ახალი ტიპის მენეჯერები და ლიდერები სჭირდება თანამედროვე ტექნოლოგიურ ბიზნესს და რაც მთავარია, ძალიან გაიზარდა და იზრდება მოთხოვნა კიბერუსაფრთხოებაზე, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ეხლა ამ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უნდა განვითარდეს, იმიტომ რომ საშინელებები ხდება ძალიან ყველა მოწყვლადი ვართ. ეს ტექნოლოგიების მიმართულებით. ამას გარდა იცვლება და გაიზრდება მოთხოვნა სამედიცინო სფეროზეც, იმიტომ რომ აქ ჩდება უკვე ესეთი სპეციალისტები, როგორიცაა მაგალითად აი ჩვენ საუბრებს რო ისმენთ ხოლმე კვების, ჯანსაღი ცხოვრების და ეს უკვე სპეციალობებად ფორმირდება. იზრდება და ფორმირდება ახალი პროფესიები სხვათა შორის, თუნდაც იგივე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ჩდება, მაგალითად ეხლა AI ტრენერი არ ნიშნავს ადამიანი რომ ემასწავლის AI-სთან მუშაობას. AI ტრენერი არის ერთ-ერთი ცოტა მოხიბლული ვარ და ყველგან მომხდომ ერთ-ერთი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ამეცადინებს ჭყალებში, რომ უფრო სწორი და სანდო ინფორმაცია მოგვცეს. კი, დაიხვეწოს. რაც შეეხება საინტერესო აქცენტებისთვის, დიახ, დაასრულეთ, დიახ. ტრადიციული მიმართულებით ძალიან სხვათა შორის ყველაზე საინტერესო პერიოდი გვაქვს ახლა. გაძვირდება ფიზიკური სამუშაოები. იმ სამუშაოების შემსრულებლები მაგალითად რთული მოსაძებნია დღესაც და იმპორტი ხდება ხომ, ის არ მოუხდება ეს სიტყვა, მაგრამ შემოყვანა ხდება სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ეს ამისი ძალიან მძლავრი სიგნალია, რომ ფიზიკური სამუშაოების შემსრულებლებზე ანას მოთხოვნა ძალიან მზარდია და ანაზღაურება გაიზრდება ამ მიმართულებითაც და მოთხოვნაც. მადლობა ძალიან დიდი საინტერესო აქცენტებისთვის. ჩვენი სტუმარი იყო საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია ინსორსის მმართველი პარტნიორი მედია დაბადაძე.